მეგობრებო, გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი თქვენთვის. პირველ რიგში მინდა შეხედოთ ამ სიძველეს. ეს არის ნეგატივების ყუთი, ფოტო ნეგატივების ყუთი, რომელიც არის ალბათ 100 წლის მაინც ეს სულ ცოტა ჩემი აზრით და აქ არის გამქრალი ადამიანების ისტორიები. არ ვიცი და რა არის რა ისტორია რომ მართლაც შეიძლება ის ადგილზე აღმოჩნდე ისეთი რაღაც გადააწყდე რომ საქმე შეეხება გერმანელ კოლონიალისტებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ 1817 წლიდან, ესე იგი სადაც 200 წლის წინ ჩამოსახლდნენ საქართველოში და ნახეთ, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ, მინდა რომ ამას შეხედოთ. აქ არის 16 ნეგატივი და 16 ამბავი შეიძლება ვთქვათ, საქართველოში მცხოვრები გერმანელების შესახებ, რომლებიც ჩვენი ცხოვრებიდან რაღაცნაირად ერთ პერიოდში წაიშალდნენ. 1941 წელს, როდესაც დაიწყო ომი გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის, მაშინ გადაასახლეს ყველა ეს ადამიანი, 40,000 ადამიანი იყო დაახლოებით და დაიკარგა თითქოს მაგათი კვალი, მაგრამ ისტორია რა არის, ხო, რომ არაფერი არ იკარგება. ეს ნეგატივები გავამიგზავნა მე გიორგი კობახიძემ, ძალიან კარგი მკვლევარი არის და ბოლნიში ერთ-ერთი. აი ეს შეხედეთ, ეს არის ხარებით მიწის მოხნა. გიორგიმ გამომიგზავნა ეს ნეგატივები, რომელიც არ დაბეჭდილა ალბათ ჯერ არასოდეს, ერთ-ერთ ყოფილი გერმანელის სახლის ცხენში მიაგნო აი ესე მიტოვებულს. და აი ესე გაგვიბრუნდნენ უცებ ადამიანები, რომლებიც, რა ვიცი, ისტორიამ დაივიწყა თუ როგორ იყო. აი მათი პორტრეტები. ეს არის ნეგატივები, ადრე ასე იღებდნენ ფოტოებს, მინაზე ხდებოდა ხოლმე ეს ნეგატივი. ჩვენ ამას აუცილებლად გადავიყვანთ, რა თქმა უნდა, პოზიტივებს გავაკეთებთ უკვე დაახლოებით ერთ კვირაში. აი ვენახში არიან. სხვათაშორის გერმანელები იყვნენ ძალიან კარგი მეღვინეები. და კარგი ყურძენიც მოყავდათ და კარგ ღვინოსაც აყენებდნენ. მოკლედ ჩვენ დავიწყეთ ახლა დოკუმენტური ფილმი ამ მათ დანატოვარზე, მათ მემკვიდრეობაზე, რაც საქართველოში იყო. და იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო ფილმი გამოგვივა. ამებს ახლა პოზიტივებად დავბეჭდავთ, გავაკეთებთ და დავიწყებთ უკვე ამათი ისტორიის შესწავლას და ჩვენს ფილმში იქნება ამ ადამიანების ცხოვრების ამბები.